ზვიადი გაზარდეო მეუბნებიან, ამ დროს ზვიადმა გაგზარდა ჩვენ. ჩვენ მარტო შვილები არა, ქვეყანა გვაქვს, მართლა გვაქვს გადასარჩენი. თქვენი ბრძოლა სანამდეა. გეუბნები ბოლომდე, ჩვენი გაჩერება იქნება ახლა ქვეყნის გადაჩეხვა. თუმცა თქვენ თქვით, რომ არ გეშინიათ. არ მეშინია და რატო? ბავშვები გვამხნევებენ იქედან, არ გაბედოთ. სახეზე ის არ გქონდენო რა, წუხილი. აქედან გავალ თუ არა პირდაპირ მივალ აქციას. ნარგიზ, მადლობა პირველ რიგში, რომ გამონახეთ და მოხვედით ჩვენთან. ვიცი, რომ ბათუმიდან რამდენიმე დღით ხართ თბილისში ჩამოსული, ვხედავთ, რომ გახართ აქციებზე. ბრძოლას აგრძელებთ, მაშინ როცა თქვენი შვილი ზვიად ცეცხლაძე არის ციხეში, მას პროკურატურა აქვს, ვთქვათ, მოდით ედავება პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. როგორ ხართ, როგორ უმკლავდებით ამ დღეებს? პირველ რიგში ეგ მინდა გკითხოთ. ჩავარდნილი არ ვართ ნამდვილად და ყველა მშობელიც ძლიერად არის სხვათა შორის. ბავშვები გვამხნევებენ იქედან, არ გაბედოთ. სახეზე ის არ გქონდენო რა, წუხილი. ყველა ვალდებული ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვისო. და ერთ კადრში რაღაცა მისი მეგობრები იყვნენ, გავათენეთ, უძილო ვიყავი და თან რაღაც აქცია იყო, ციოდა საშინლო და მოღუშული უძილობა და დედა, რა სახე გაქვს? არ გაბედო მითხრა. მეთქი მიზეზი აუხსენი და დამშვიდ და აი ჩემ სახეს და ყველა ბავშვი აკონტროლებს რომ ხომ ხართ მქნედი. ჩვენ კარგად ვართ, არ გვეშინია. ზვიადმა დღეს გითხრა რომ აქ გონია ტყილავზე ვარ, რომ გაზეთი შევქმენითო, მუშაობთო ბიჭები მაღაზიო და რაღაც ახალი რაღაცები გვაქვს შექმნილი აქ. მოქმედოთ არ არიან. არა, ვერ გავჩერდი. ეხლა თქვენ იქიდან მოდიხართ ციხიდან. ნახეთ ზვიადი. იქნებ გაგვიზიაროთ ამ შეხვედრის რაღაც დეტალები, რაც შეგიძლიათ გითხრათ, როგორ არის, რა გითხრათ. 19 წლის არის, არ არის ადვილი, უცებ რაღაც სხვა მისთვის უჩვეულო გარემოში ციხეში აღმოჩენა, ხო? ის გითხრა რომ აი სასამართლოს პროცესი იყო ძალიან შოურო დადგეს. ჯერ არც დაასწრეს ბოლომდე ბავშვები ადრე გაიყვანეს. მერე მოიყვანეს სახაზინო ადვოკატები და ხო უნდა იკითხათ ჩვენთვისო. რადგან 21 წლის არ არიან, ადვოკატებმა ხო გააპროტესტეს და პროტესტის ნაცვლად დატოვეს. არანაირი კითხვა და აღმოჩნდა რომ ამ სახაზინო ადვოკატს ორდერიც არ ქონიათ და ერთ-ერთმა ადვოკატმა უთხრა მოგვეცითო და არ ქონდა, აი ყველაფერი კანონდარღვევით ჩატარდა ეს პროცესი, ჩვენც გავაპროტესტეთ იქ შვილები რო აღარ დაგვხდა, მაინც გავხედავდით მეთქი და წამოვედით და დარჩნენ თვითონ პროკურატურა და ნახევრადსარიელი იყო დარბაზი, კი ჩვენც ვადევნებდით. მოსამართლე და პროკურატურა დარჩენ როგორც უნდათ რა. ისე თვითონ აი ამ რამდენი ხანი გავიდა თვე მეტი, თვეზე მეტი, ხო? ხო, 4-ში გახდა ერთი თვე. როგორ არიან თვითონ ციხეში რას გიყვებათ? აი ციხეში რას გვიყვება? თვითონ არ არის მწეველი. მაგრამ მწეველი არ არისო, პირველათო შევწუხდიო. ორმა ბიჭმა მაშინვე დატოვაო სიგარეტიო და დაიწყო ჩემთან ერთად ვარჯიშიო. 4-მა მითხრა ახალი წლის მერო. ესე იგი სოლიდარობა გამომიცხადესო, ერთმანეთსო ძალიანო პატივს ვცემთო, მე ინგლისურს ვასწავლio, ერთი ვიღაც პროფესორი ყოფილა, ისო ისტორიულ თემებზე ლექციებს გვიკითხავთო და უმაღლეს დონეს განათლებას ვიღებთო. ერთმანეთს ვის რა შეგვიძლია იმას ვაკეთებთო და ლექციები გვაქვსო, გაკვეთილები გვაქვსო, დროს არ ვკარგავთ, 1 საათსაც კი არ ვტოვებთ უქმეთო რა. ძალიან მეცადინეობთო, განათლებას ვიღებთო. გამხნევებთ ალბათ, ხო, ეგ ამბავი რო თვითონაც კარგად არის. აი, მასეც რო არ თქვას მაგას რომ მაგას იზამდა ზვიადი ვიცი. 11 წლის იყო, როცა კლასელებთან, მეგობრებთან შექმნა ონლაინ ჩატი ქონდა, მე სახში სამეცადინო ოთახი რო აქვს. ეროვნულ თემებზე საუბრობდა, როგორ უნდა ავიმაღლოთ ეროვნული განათლება და როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ნაკლებობას ვგრძნობ დედაო ახალგაზრდებშო და ჯგუფი ჩამოაყალიბა და მისი მეგობრები რამოდენიმე რო შემოიერთა ესე,
და აი იჯდა და ესე ლექციებს ატარებდა. რა გეგმები ქონდა ისე დაკავებამდე, რას აპირებდა? და ეხლა რას ფიქრობს, მაინც არ არის მარტივი ბრალდება, რამდენიმე წელზეა ლაპარაკი, თუ კი ასე დასრულდეს ყველაფერი და თვითონ თუ აქვს იმედი, რომ დატოვებს აპატიმროს ამ თემაზე თუ ილაპარაკეთ? თვითონ ამბობს, რომ ამან წეღან რო ვიყავით, მითხრა, რომ დედაო 3 თვის მე რომ შეიძლებაო განცხადება დავწეროთ და 24 საათი ჩვენ ერთად გავატაროთ და რას ამბობ დედამ, აქამდე დარჩები მეთქი და დედაო ახლა თლაც საში ნუ ვიფრენთო. და რეალობაში შევხედოთ ყველა მხარე განიხილე რომ ესეც შეიძლება დაუშვათ. თლადო ისე ნუ იქნებიო რა, იმედიც არისო, მაგრამ ყველაფერი განიხილე რომ 1-2 თვეში ან 3 თვეში შეიძლება პრობლემა იყოს და მასე არც იყოს. არც ის არის გამორიცხული დაბადების დღეზე 20 წლის აქ გავხდეო. ისე ღიმილით ლამაზად გაგუებს. რო არ ინერვიულო. მაგრამ მაინც თქვენი ცხოვრება უცებ შეიცვალა, ხო? ჩემთვის ნამდვილად, მე რამდენად შეიცვალა თქვენი ცხოვრება, თქვენ ცხოვრობთ ბათუმში, ახლა ის გასაგებია რომ არის თბილისში, მაგრამ ისედაც აი იმის განცდა, რომ შვილი არის ციხეში დედისთვის, რას ნიშნავს? გაზაფხულის აქციებზე ზვიადს ძალიან ავიწროვებდნენ. სახში კარებს როგორ აღებდნენ და გვარდებოდნენ. თქვენ გულისხმობთ ეს რუსული სტილის აგენტების კანონის აქციის საწინააღმდეგო აქციები რომ იყო იმ პერიოდს? ერთი ბაზრიდან მოვედი, ბიჭები არიან სახში და რო გავაღე საპირფარეშოს კარი, იქიდან ვიღაცამ კარებს მომაწვა და რომელიმე ბიჭი მეგონა ან მისი მეგობარი ან ზვიადი შევედი ყველა სახშია და აბა მე ვინ არ შემიშვა მეთქი. ვაიმე ეგრევე ბიჭებმა მოტვინეს, გაგვასწრო, პლინტუსი ჩამოვარდნით და ეთყობა ან ხმა, ან ვიდეო რაღაცა უნდა დაემონტაჟებია. და ზვიადი რომ სადმე წავიდო და ტაქსის ნომრებს ვიწერდი, რო უცებ ბავშვი გაქრეს, რა ტაქსით წავიდა რა, რო ვიცოდე. და აქციებზე რო დადიოდა, ბოლო აქციებს გავყვებოდი და რამოდენიმე ბიჭიც კიდე გარე შორი ახლოდან ყურადღებაში ყავდა, რომ ვინმე ისეთი არ მიახლოვებოდა. თქვენი სიტყვებია, რომ ესე მგონიაო, რომ ზუსტად უღალატებ აქციებზე ვარ წავიდე და ახალგაზრდების გვერდით არ დავდგე და მათი მაგალითი არ გავხდეო და მაგალითიც უნდა ვიყო და ახლაც დადიხართ აქციებზე. აქედან გავალ თუ არა პირდაპირ მივალ აქციაზე, არ შემიძლია. მამდვილად მგონია, რომ უღალატებ. აი ბათუმში რო გავალ მოდიან ახალგაზრდები და მეხუტებიან, მე თქვენს გამო ვარ და თქვენი შვილის გამო და აი რა ნამუსით უნდა გაჩერდეს სახში. თქვენ თავად როგორ გრძნობთ თავს ეს არაერთ დედას ვკითხე. რა არის, რასაც გრძნობთ ახლა შინაგანად? რაზია ესა უსამართლობა? უსამართლობას რომ გრძნობდი, ეს სხვა, მაგრამ აი გუშინ წინ საკუთარ თავზე გამოცადე ძალიან და გუშინაც. გუშინ წინ ხომ შოუ დადგეს და გუშინდელი კიდე მურუსიძის აქციელი გაოგნებული ვარ. შუშებს აქეთ ვიყავით და ის დადის, იღიმის და გიწვევს. გადი რა ხალხს ნუღარ მოარიდე თავი. შიგადაში გამოაღებდა კარებს, ხალხს დაენახებოდა და მე აგიჟებდა ამ ხალხს და ეს ხალხი კიდე ლანძღავდა და აგინებდა. გეგმა ქონდა აღებული, რომ როგორ გაეღიზიანებია ხალხი. გეფიცებ მიზან დასახურად იდგა და იცინოდა და ერთმა უთხრა, მაი სიცილი მშრალიაო. აი თქვენ ძალით აკეთებთ მაგასო. თქვენს ბრძოლას აი როგორ ხედავთ? რა გაძლევს ძალას, რომ ეს ბრძოლა გააგრძელოს? ძალას რა მაძლევს კი არა, ისეთი გაოგნებული ვარ საკუთარი თავისაც. დედობრივი ინსტინქტი ეტყობა მუშაობს. ხან წინა მხრიდან ვიდექით, უკანა მხრიდანაც გვეპარებოდნენ მოსამართლეები. და გავიყევით რა, ნახევარი აქეთ უკანა შესასვლელში, ნახევარი წინ. ხო და მე გული მიგრძნობა, უკანა შესასვლელში უნდა ყოფილიყავი. აი მისი მოსამართლე შევიდო და ისე ვიყავი დარწმუნებული ამაში, არ ვიცი. გავხედე და ეს არის, აი დამეხადა, რომ მოვკიდე მანტოში ხელი. უნდა მეკითხა რაღაცეები. ესეთმა დაბალმა ქალმა ამხელა კაცხმა ხელი ვერ გამაშვებიეს. მესამე ოთახამდე შევღე, სადაც უნდა ეკეიფათ. აი ბოლომდე შევღე. აი რაც გაუკეთა მის თავს მაგან გუშინ წინ. გუშინ მიიღო შედეგი და გამოეცვალა ეს დარბაზი და 100 დღეში ჩავარდებოდა. შეიძლება იყო მონა. მაგრამ დარბაზიც რო ვერ გამოცვალო და ესეც უნდა ვკითხო?
აი ისეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ მაგაზეც ნებართვა არ მიცეს და გაჯიუტდა. და მე მასე არ ვიმუშავებ. არც გუში რომ მოსამართლები იმ პლაკატების ქვეშ რო იღუნებოდნენ და გადიოდნენ. არც იმ კორპორატიულზე დავრჩებოდი და არც მიუბრუნდებოდი და წავიდოდი უკან. ღირსების საკითხი არ არის? მგონია რომ ისე ბიძინამ დაამცირა მისი მოსამართლეები. აბა ასე როგორ შეიძლება ერთი კაცი სიტყვით იყო? და მისი ზეგავლენის ქვეშ იყო. შვილები მყავს, 5 გავზარდე, 5 შვილიშვილი და არც ერთი ერთნაირად არაზრუნავს და ყველას განსხვავებული აზრი აქვს და ასე თელის იგი მოსამართლეები და შენი ზეგავლენის ქვეშ მოახლოვდენო არ ვიცი. თქვენი ბრძოლა სადამდეა? გეუბნები ბოლომდე. დედას ვერაფერი ვერ შეაშინებს, გაორმაგებული ენერგიით ვართ და ყველა დედებით რომ ერთად ჩატიც გვაქვს, ყველას ერთი აზრი აქვს. ეტყობა ესე ხდება ბუნებაში. არანაირი შიში და ბრძოლა ბოლომდე. და მაინც სადღაც გონებაში უშვებთ, რომ შეიძლება აი ამ წლების გატარება მოუწიოს ციხეში? არა. აი ესენი რომ შეცდომებს უშვებენ, ესე იგი კარგად არ აქვთ საქმე. არა, ამდენი ხალხის გარეთ გამოსვლა არ ჩაევლის უკვალოდ, არ არსებობს. ჩვენი გაჩერება იქნება ახლა ქვეყნის გადაჩეხვა. სახში მივალთ სამსახურიდან, მოუწესრიგებდებით და მოვდივართ, ჩვენ სახში ვერ დავჯდებით. სირცხვილი იქნება, რომ ჩვენ სახში დავჯდეთ. და ეს მაძლევს იმედს, იმიტომ ხალხი ჩვენ არ ვართ იმ გენეტიკის ხალხი, რომ ასე იოლად დავთმოთ ქვეყანაო და ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ხომ ჩვენ წინაპრებმა. სხვათა შორის ვიადის ზღაპრები იყო წინაპრების მოყოლა. ზღაპარს არ მოუყვებოდა მამამისი, არც აყოლინებდა მამა მომიყევი. როგორი იყო ჩვენი საქართველო ადრე. ბათუმიდან ახლა არ გაგიჭირდებათ? არა. თუ იქაც გააგრძელებთ? იქ ვარ, აქ ვარ. არ გამიჭირდება. იმიტომ რომ მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს, ძვირფასი რაც მყავდა გამომიკეტეს და აც მე რა გამაჩერებს. ან იმდედებს. ჩვენ მარტო შვილები არა, ქვეყანა გვაქვს, მართლა გვაქვს გადასარჩენი. სამწუხაროდ მე ოცნების მხარდამჭერი ვიყავი. ნაცებსაც ორჯერ მივეცი ხმა და ქოცებსაც. ხომ არ შევწყვიტო ამ ხმების მიცემა მეთქი არჩევნებზე. ორივეს მივეცი ხმა, როცა მაშინ შევარდნაძე იყო გადასაყენებელი. ოცნების მხარდამჭერი ვიყავი. ნუ ახლა რა თქმა უნდა არა. რომ გავანალიზეთ და ეს რუსული კანონი მეუღლე ამოიღო და ზვიადმა ერთი კვირა იმუშავეს მაგაზე. კანონი არა, ბომბაო მეუღლე. საშინელებაო ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლიათ ამით. ბევრს კი ვერც წარმოუდგენიაო. რამოდენიმე მისი მეგობარი მოდიოდა ზურა, გაფიცება აგვიხსენი ვერ ხვდებით. და ვერ იჯერებდნენ, აი ვერ იჯერებდნენ მართლა ასე მივდივართო, ბევრმა არ მჯერაო. ერთი წუთითაც რომ ეჭვი შემეპაროსო, იმ წუთშივე გვერდზე გავდგებიო, მხარს არ დაუჭი. ახლა ბევრი უკვე იჯერებს და აი იმ განცხადების მერე. ვამბობ, რაც ოცნება მის თავს უქნა, ვერცეთ ოპოზიციამ ვერ უქნა. აი რაც თავის თავს დამართეს აგერმა. მათი განცხადებებით. სხვა დედებსაც ვკითხე და თქვენც მინდა ბოლოს ნარგიზ კითხოთ, აი ხა რა გაქვთ სათქმელი მთავარი ხელისუფლებისთვის? რომ მოგეცეთ შანსი, რას ეტყოდით ან რას კითხავდით მათ? რას ვკითხავდი? მათ შვილებზე იფიქრონ, უკან დაიხიონ, აი მართლა იფიქრონ ქვეყანაზე და ერთ კაც მართლა არ გადააყოლონ. ხანდახან მეცოდება მე მაგენი. პუტინის დავალებით ბიძინას ავალებენ, ბიძინა კიდე აგენს და ჩიხში არიან შესული და კიდე ესეთი შთაბეჭდილება მიჩება, რომ ერთმანეთისაც ეშინიან, ასს ვეღარ ცვლიან, რომ ის რა სიტყვის, ის რა სიტყვის. შეიძლება ბევრი ერთ აზრზე იყოს, რომ აი მართლა ვართ. ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია, მაგრამ ერთმანეთს ვეღარ უმხელენ, მე როგორც ვხედავ. ათგენ დაჯდნენ და თქვენ, აი მოდი მეორე მხარეც განვიხილოთ. ჩვენი ხალხი არის ისეთი, რომ რაღაცებს აპატიებს ამათ და დაიხიონ უკან.
როცა ერთ კაცს შეაძალა, მის თავი ღმერთად წარმოუდგენია და აი გუშინ მურუსიძე რო გვიყურობდა ასე ზემოდან, რომ აი თქვენ ვინ ხართ? ამ დროს ჩვენი არჩეულია ხომ? ჩვენ იმიტომ მოვიყვანეთ თავრობაში, რომ მოგვემსახუროს ხალხს. მერე ავიწყდებათ და მერე ხალხი არაფერი, ხალხი ახსენდებათ არჩევნებზე, იმასაც უკვე აღარ ეკითხებიან, მთავარია პირველად მოვიდნენ. მერე აღარც ეკითხებიან და ამის წინ ვიცი, რომ საქართველოს მერე იცმევენ რა. არც სასამართლო მათია, პოლიცია მათია და გემუქრებიან, გაშინებენ, გაშანტაჟებენ და ბედნიერად გრძნობენ თავს. თუმცა თქვენ თქვით, რომ არ გეშინიათ. არ მეშინია და რატო? ეს თაობა ერთი რაღაცას ვერ თვლიან, დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადნენ. ეს თაობა არ შეშინდება. ჩემი თაობა შეიძლება რაღაცა შეაშინონ რაღაცას, არა, არ ეგონოთ. იმიტომ ესენი არიან დამოუკიდებლები. ზვიად ისეთ რაღაცეებზე დამაფიქრებ და ისეთ რაღაცეებს შენიშვნას მომცემდა, რომ ზვიადი გაზარდეო მეუბნებიან. ამ დროს ზვიადმა გაგვზარდა ჩვენ.